ახლა კიდევ ერთი ჩვენი ძალიან საინტერესო რუბრიკა დაიწყება, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება ჩვენს გადაცემაში და რუბრიკის ავტორი ნათია შათილიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის კიდევ ერთხელ. მოკლედ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს რუბრიკაც, რუბრიკიდან რუბრიკამდე თამასა იზრდება და მათ შორის ძალიან საინტერესო სტუმრებით და ძალიან საინტერესო ბოდიში ლათინური შესატყვისისთვის success story-ებით, ასე ვთქვათ, ვანებიურებთ ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას და გამონაკლისი არც დღევანდელი ჩვენი რუბრიკა იქნება, სადაც ძალიან საინტერესო სტუმარი ყავთ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და ამავდროულად ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს, ქალბატონ დარჯან გურჯალიანს, რომელიც დღეს ძალიან საინტერესო თემით არის ჩვენთან მობრძანებული. ის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრია, არაერთხელ გაულამაზებია მას ჩვენი ღონისძიებები, ლიდერ ქალთა დაჯილდოების ღონისძიებები და რაც ყველაზე მთავარია, ფანტასტიკური უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ნაკის ვალდებულებასთან დაკავშირებით. და ამავდროულად რაც ყველაზე მთავარია, ხშირად აღნიშნავ ხოლმე, მას აქვს განსაკუთრებული ხედვა, რაც უპირობოდ უნდა კონდეს ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ღონისძიებების ხელმძღვანელს, როგორც არის ღონისძიებების მართვა და დაგეგმვა. ალბათ თვითონ უკეთ გვეტყვის თავის საქმიანობის შესახებ, რატომ არის ის დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კონკურენცია ბაზარზე ამ მიმართულებით, რატომ არის მისი კომპანია ესეთი მოთხოვნა რატომ ყავს ამდენი კმაყოფილი დღესდღეობით კმაყოფილი მომხმარებელი რომ ყავდეს კომპანიას ეს არის უაზრო დიდი შრომის ფასი და შედეგი თავისთავად ცხადია ხო და ალბათ ამ თემებთან დაკავშირებით უკეთ გვისაუბრება და გაგვაცნობს მისი საქმიანობის შესახებ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, ჩვეულებრივ ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. პარალელურად მაქვს кейთერინგ კომპანია. ვთავაზობ კორპორატიულ წვეულებებს, ფურშეტით მომსახურებას და ასე შემდეგ. თუმცა, ივენტ მენეჯერის პოზიციიდან უფრო პოზიციონირებ როგორც ესე რა ვთქვათ, პერსონალური ბრენდი და პერსონალურ ბრენდზე მინდა სწორედ ყურადღების განახილება. მე ვფიქრობ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება სწორედ ის საზოგადოებაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენნაირი ტიპის საქმიანობის ადამიანებს უფრო კარგად წარმოაჩინონ მათი ზუსტად ეს პერსონალური ბრენდი, წარმატების თვალსაზრისით და უფრო კარგად რომ დავაკონკრეტო, ვიტყოდი იმას, რომ ბიზნესის ხელმძღვანელს დამფუძნებელს განსაკუთრებით სჭირდება ამაღლებული განწყობა, რაც თავისთავად ბიზნესზე აისახება შემდგომ და წარმატებულ საქმიანობაზე. მე ვფიქრობ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება ზუსტად ის საზოგადოებაა, რომელიც ამ ამაღლებულ განწყობას გვიქმნის, რომ უფრო რაღაცნაირად წარმატებულები ვიყოთ მერე ჩვენ საქმიანობაში. ჩემს კომპანიაზე უფრო რომ დავაკონკრეტო, ეხლა პოზიციონირებ ფურშეს სახელით. ვემსახურები ძალიან საკმაოდ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ნდობას მისხადებენ სწორედ ამ ჩემი გამოცდილების ხარჯზე და მოკლედ ლიდერ ქალთა საზოგადოების დამსახურებაა, რომ მე უფრო წინ მივიწევ ამ მიმართულებით. ამაში მე ეჭვი არ მეპარება და ამაში ყოველგვარი რევერანსების გარეშე დარწმუნებული ვარ. ისიც რა მაინტერესებს, ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, ლიდერ ქალთა საზოგადოების როლზე კიდევ ერთხელ, მის თითოეული წევრის და პარტნიორის ზრდასა და განვითარების ჭრილში, მაგრამ ისე ნათელი წარმოდგენა რო შევქმნათ მაყურებელს თქვენზე და თქვენს პერსონალურ ბრენდზე. შესაბამისად, მადლობა ღმერთს, ქვეყანაში იზრდება, მოდი ასე ვთქვათ, გამოვიყენებ კიდევ ერთ ლათინურ შესატყვის ივენთების, ასე ვთქვათ, სპექტრი. ძალიან იზრდება სხვათა შორის, იმიტომ რომ კერძო სექტორი იქნება ეს თუ სახელმწიფო სექტორი, რეალურად, მე არ მახსენდება თვე პირობითად, სადაც მინიმუმ 6 ივენთი, მასშტაბური ივენთი მაინც არ არის დაგეგმილი, ხო? აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ მცირე და საშუალო კალიბრის ივენთებს. შესაბამისად, მე მაინტერესებს თქვენი აქტივობა ყოველთვიურად, შესაბამისად, რა მიმართულებებით არის გამოკვეთილი ძირითადად, როგორი ტიპის დამკვეთები მოგმართავენ, ეს არის ბიზნეს ფორუმები, ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი კორპორატიული ტურები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის ძალიან საინტერესო იქნება თვითონ მაყურებლისთვის ამ სპექტრის, ასე ვთქვათ, გაცნობა, რა მიმართულებით ოპერირებთ კონკრეტულად.
დიახ, ანუ როგორც ივენტ მენეჯერი, ცალკე საქმიანობ, ანუ საქორწილო მიმართულებით, ანუ ქორწილებს უწევ ორგანიზებას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ივენტ მხარე ასევე ძალიან ესე რომ ვთქვათ, საინტერესო და მაღალშემოსავლიანია, ანუ ესე ბიზნესურად რო ავღნიშნოთ, უფრო მეტად გადართული ვარ ამ кейთერინგ მომსახურების გაყიდვით. რაც შეეხება კონკრეტულ სეგმენტს, აი უკვე ჩემი სეგმენტი არის ვთქვათ საელჩოები, სახელმწიფო სტრუქტურები, ანუ ვიღებ ხოლმე კვლევაში მონაწილეობას, როგორც ხდება ხოლმე, ანუ უგზავნი ჩვეულებრივად შენ შესახებ ვინ ხარ, როგორი კომპანია ხარ, ვისთვის გაგიწევია სერვისი და თამამად იღებენ გადაწყვეტილებას და შესაბამისად აი ესეთ პრეზენტაციებს რაღაც თქვათ, აი უცებ რაც მახსენდება ჩინეთის საელჩოს გავუკეთეთ რაღაც ჩინური კინოს ფესტივალი და ნუ ძალიან ისეთი წარმატებით იყო, თქვათ, ეროვნულ არქივს გავუკეთეთ. ნუ რა ვიცი, ესე ხა ჩამოთვლით, არა, მაგრამ რაღაც მოკლედ საინტერესოდ წავიდა. გარდა იმისა, რომ ეს ივენთ მენეჯერის ვალდებულებები და ღონისძიებების დაგეგმვა არის ლამაზი, ერთპიროვნულად საინტერესო, ამავდროულად ხშირად მეფიქრება ხოლმე, რამდენად ისეთი განსხვავებული ხედვა უნდა გქონდეს ჩვეულებრივი სხვა პროფესიებისგან განსხვავებით შემქმნელ ადამიანს, ვინც ორგანიზებას უკეთებს ამ ყველაფერზე, აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა უნდა გქონდეს, რადგანაც ახლა ჩემთვის პირადად და ეჭვით არ მეპარება, რომ მათთვის, იმიტომაც არის სწორედ ესეთი წარმატებული კომპანია, რამდენად მნიშვნელოვანია მოგანდოს თავისი, ნუ ცხოვრებაში ერთი ალბათ, ან ზოგისთვის ბევრჯერ ქორწილის ღონისძიება, ხო? ჩაგაბაროს, რომ ის იყოს ღირსშესანიშნავი საღამო გამოვიდეს, ულამაზესი საღამო გამოვიდეს, თუნდაც ჯვრის წერა, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ნაკისრი პასუხისმგებლობა ორგანიზაციის მხრიდან, რომ გამოვიდეს ის განსხვავებული, ფანტასტიკური და ყველას ძალიან უნდა, რომ მისი ეს მნიშვნელოვანი დღე ცხოვრებაში იყოს ძალიან ლამაზი და ვფიქრობ, რომ არა მარტო საინტერესო, ამავდროულად sapasუხისმგებლო საქმეს ემსახურებიან, წარმომიდგენია, რამდენად თითოეულ დეტალი უნდა იყოს გათვლილი და კიდევ ნახე, რატომღაც დამაინტერესა ამ მიმართულებამ ინტერესის დონეზე და ნახე თურმე როგორ აღინიშნება 10 წლის თავს სხვა დატვირთვა აქვს, 20 წლის თავს სხვა დატვირთვა აქვს, 30 წლის ქორწინების იუბილეს გულისხმობს სხვა დატვირთვა აქვს და ყველა ნივთს აქვს დარწმუნებული ვარ არ გეცოდინება სადრო არის ქაღალდის იუბილე, არის ბრინჯაოს იუბილე, ხო? და ნუ ყველა ნივთს აქვს თავისი დატვირთვა ამ მიმართულებით, ხო? და აი მაინტერესებს პირობითად მე ალბათ მიწევს 25 წლის იუბილე ქორწინებიდან და მე რა შემესაბამება, ანუ თქვენი ღონისძიება რომ დავგეგმო, რას მანიჭებს ამ შემთხვევაში, როგორ წლის იუბილე. ვერცხლის ვიცოდი, ოქროსაც ვიცოდი. აი, ვერცხლის ბრინჯაოს შესაბამისი რომელია? 25 წლის იუბილე, აუცილებლად ვერცხლის ქორწინება და ამ ჭრილში გამიკეთებია კიდევაც ესეთი ღონისძიება. ჩვეულებრივად, ანუ შესაძლებელია, რომ რაღაცა თემატურად ვერცხლის ფერებში გადაწყდეს ღონისძიება, ანუ სტუმრებს კონდეთ დრეს-კოდი, რაღაცა, ანუ იგრძნობოდეს, რომ გამოვხატოთ ესე რა. დარჯან, იცი რა მაინტერესებს კიდე ჩავეჭრა თქვენს ნებართით. ანუ რა მაინტერესებს? ანუ ის რომ უნდა გამოგივიდეს ძალიან კარგი ღონისძიება და პომპეზური ღონისძიება, ნებისმიერი მიუხედავად იმისა, ის მე-5-ია თუ მე-6-ია თქვენს მიერ გაკეთებული, შექმნილი. ყველა ღონისძიებისთვის გაქვს გაცილებით უпростоრად სხვადასხვა მიმართულებით მაღალი პასუხისმგებლობა, მაგრამ აი როგორ რისკავთ, როდესაც აკეთებთ ღონისძიებას ღია ცის ქვეშ და უნდა გადაიხადოთ ქორწილი. აი ეს ხო რისკია, მე ვფიქრობ, რომ რისკია. მოწვეული სტუმრები, უზარმაზარი დაგეგმილი ღონისძიება ქორწილის სახით და ვაი და გაწვიმდეს და ამ დროს რა ხდება.
დიახ, ამ დროს პირველი რასაც ვაკეთებ, ანუ ლოკაციას ვარჩევ ისე, რომ კონდეს დახურული სივრცეც. ხშირ შემთხვევაში ანუ ეს ცოტა პრობლემურია, იმიტომ რომ მაღალ რაოდენობაზე არის სტუმრების რაოდენობა და მაგხელა ლოკაცია ძირითადად კერძო, მე როგორი მიმართულებითაც ვუშავებ, რომ დავაკონკრეტო ეს არის, ანუ კერძო ვილები, რომელსაც აქვს კეთილმოწყობილი ძალიან ლამაზი ეზო და ძალიან ტრენდული იყო ბოლო რამოდენიმე წელი ამ მიმართულებით ქორწილების გადახდა. ხშირ შემთხვევაში ხარ თქვა 100 და 150 კაცს რომ ღონისძიება იგეგმება, რთულია რა თქმა უნდა, რომ ისეთი ლოკაცია იყოს გადახურულიც და ასე შემდეგ. ამიტომ გვაქვს ჩვეულებრივ ანუ საფარის პრინციპი, ჩვეულებრივ ტენტები ვართ, პრობლემა არ არის. ამ შემთხვევაში შეიძლება შევაფაროთ თავი. დიახ, ტექნიკურად მობილიზებულები ვართ, ამიდის პროგნოზს ვამოწმებთ და უცებ ხდება, ანუ შეფუთვა ესე რომ ვთქვათ, მაგიდების ანუ არ გავიწევით, თუმცა შეგვიძლია ამასაც რაღაც რომანტიკული თვალსაზრისით შევხედოთ და კიდე მაინტერესებს ესეთი რამ ნახეთ, ჩვენ ლიდერ ქალთა ორგანიზაციას მოგეხსენებათ, რომ გვყავთ 10,000-ობით ლიდერი ქალბატონები, ბიზნესმენები, მეწარმეები და სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან საინტერესო ისტორიები აქვთ მათ, როგორ დაიწყეს ბიზნესი. რეალურად ჩვენ ეს გვაინტერესებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, საიდან დაიწყეს, ხო? ნახეთ ახლა დაერჯანის შემთხვევაში რა ხდება. სხვა შემთხვევაში არის ხოლმე აქვს ერთი კომპანია, დაიწყო რაღაც გარკვეულ ბიზნესით და შემდეგ მდგომარეობა მოითხოვა ის, რომ კონდეს კიდე სხვა მიმართულება დაიმატოს, კიდე სხვა მიმართულება, ანუ შვილობილი კომპანიები და ესე იზრდება ერთი დიდი, ესე ვთქვათ, ღერძი, ხო? და შემდეგ იტოტება სხვადასხვა მიმართულებით. და ამაში იდება თავისთავად ცხადია უზარმაზარი თანხა, ფინანსები, თუ სესხები, თუ ბიზნეს სესხები, თუ აგროსესხები, ну მოკლედ. ეხლა დაერჯანის შემთხვევაში რა ხდება, არ გაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ამას რატო უსვამ ხაზს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდე არ დაუწყიათ ბიზნესი და ალბათ ჯერ კიდე უცნებობენ, რომლებიც მხოლოდ იმ ძვირფას საქმეს ემსახურებიან, რასაც ქვია ოჯახი, ბავშვები, მეუღლე და ასე შემდეგ, სახლის საქმიანობა და არ აქვთ ფინანსები და მხოლოდ ოცნებებში არიან ისინი მოქმედი ბიზნესმენები. ნახეთ, ახლა რა ხდება დაერჯანის შემთხვევაში. მე ვიცი და ალბათ არ გამინაწყენდება დაერჯანი თუ ამას ხმავაღლეს ეთერ საშუალებითაც გავშიფრავ. დაერჯანი არის ის კატეგორია, რომელმაც აბსოლუტურად უსახსროდ ფინანსური სახსრების გარეშე დაიწყო ბიზნესი. შეიძლება ხა ძალიან ისეთ უცნაურ ამას ვამბობდი, მაგრამ მე ვიცი, რომ დაერჯანმა როდესაც ბიზნესი დაიწყო, მას არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა, არ დაუწყია სესხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და წეგან სანამ ეთერ შემოვიდა, ჩვენ საუბრობდით, რამდენად მნიშვნელოვანია, სხვათა შორის არც ალბათ ამას არ ვიწყენ, თუ ვიტყვი, რომ ქალბატონები პრაქტიკულად აზროვნებენ, ვიდრე თქვენ მამაკაცები. ქალბატონს შეუძლია ერთი ხელით ერთი საქმე აკეთოს, მეორე ხელით მეორე საქმე აგვაროს და გონებით კიდე დამატებით საქმეს აგვარებთ. და თქვენ მამაკაცები ხართ ერთ საქმეზე ორიენტირებულები და იმის იქეთ, ну, შეიძლება გეწყინოთ კიდეც, მაგრამ რეალურად ეგრე. დაერჯანმა ეს შეძლო და ადამიანი რომელშიც არის უზარმაზარი რისკის გამბედაობა აქვს მას და შეუძლია და ქალბატონებს ეს რეალურად გვაქვს. როგორ არის ნათქვამი, ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს, ხო? დაერჯანის შემთხვევაში ეს გვაქვს აი 100%-ით მოგვარებული და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დაერჯანის სტიმული ქალბატონებისთვის, ვისაც იდეის დონეზე და ოცნების დონეზე აქვს მხოლოდ ბიზნესი, იდეები აქციონ ბიზნესად, შენ ხარ მათთვის ფანტასტიკური მაგალითი და აი რამდენიმე სიტყვით თუ რა თქმა უნდა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით გითხარი, როგორ დაიწყე ბიზნესი და დღეს ხარ შემდგარი, ესე ვთქვათ, ბიზნესმენი, ლიდერი ქალბატონი, აბსოლუტურად უსახსროდ. ძალიან სასაცილოდ ესე რომ ვთქვათ, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებია დიდი კომპანია, ანუ ჩემს წარმოსახვაში ის რაც დღეს მაქვს რეალობა ძალიან მარტივად იყო დალაგებული, რომ აუცილებლად გავაკეთებდი ძალიან დიდ ღონისძიებებს, ну ეს ფურშეტი იქნებოდა თუ ქორწილი და დავიწყე იმაზე ფიქრით, ანუ რა მჭირდება ამ ყველაფრისთვის. ну რა თქმა უნდა მჭირდებოდა ინვენტარი და ეხლა როცა ბაზარზე ძალიან ბევრი ისეთი კომპანიაა, რომ დაქირავების საშუალებაა და ასე შემდეგ, ну ეს დაახლოებით 13 წლის უკან ესე არ იყო, ანუ არ ქირავდებოდა არც ინვენტარი, არც არაფერი. ну პირველი რაზეც ვიზრუნე, აუცილებლად მჭირდება ინვენტარი, ლანგრები, ну რაღაც
რაც არის ჭურჭელი და ასე შემდეგ და ჩვენ უბრალოდ აი სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება ქირავდება თეფშები, დავდე განცხადება ქირავდება თეფშები, ხო წინასწარ შევამოწმე რა ღირდა და ასე შემდეგ და პირველივე გამოხმაურებას, ну რაღაცა მიახლოებული თანხა ვუთხარი ისეთი რომ რა თანხა შეიძლება და მიმექირავებინა ეს თეფშები და ну დამჭირდა დაახლოებით 150 ლარის სესხის აღება, რომ ის შეკვეთა შემესრულებია. ну ამ მიდგომამ ძალიან გაამართლა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მსგავსმა კომპანიამ ისევ გამომეხმაურა და 1 კვირის განმავლობაში ითხოვდნენ რაღაც აი ფურშეტის ინვენტარს, რის საფუძველზეც დაქირავებული ქირის თანხით ჩაუბრა შევიძინა ინვენტარი. რაც იყო ძალიან დიდი ნახტომი და ბერკეტი, რომ ну გამეგრძელებინან შეკვეთა ამ იყო თავისუფლად, იმიტომ რომ თავარი რაც ღირებულებას წარმოადგენდა საწყის ეტაპზე, ეს გადავლახე. და რაღაცნაირად მინდა ერთი ამბავი ვთქვა ამ ყველაფერთან. მოკლედ ზოგადად მჯეროდა სულ რომ შესაძლებლობები არის უსაზღვრო და ამ ფიქრებში ძალიან დიდი როლი უძღოდა ჩემს ერთ-ერთ მასწავლებლებს. და სულ ფიქრობდი რომ როცა წარმატებას მივაღწევ და ძალიან კარგად შევძლებ ამ ყველაფერს, რაც ესე რაღაც ნაბიჯ დავიწყე, აუცილებლად მოვუწყობდი ამ მასწავლებელს რაღაცა განსაკუთრებულ საღამოს ივენტს და მოკლედ შარშან ანუ ეს შევძელი და იმდენად საინტერესოდ გამომივიდა ჩემი საავტორო ივენთი, ვფიქრობდი რომ აი ყოველთვის ხომ მხოლოდ შვედეთიდანაც ყავდათ სტუმრები, ხო? დიახ, მოსწავლე. შეუკრიბე მისი ყველა საუკეთესო მოსწავლე, მოუწყვე 91 წლის იუბილე, იმენს დავარქვი ცხოვრება 80-ის შემდეგ და ნუ უთხარი მოკლედ მადლობა იმისთვის, რომ მე დღეს რაც შემიძლია ამ მასწავლებლის დამსახურება იქნა. ძალიან მაგარი ისტორია. ძალიან მაგარი ისტორია და ძალიან ლამაზ ნოტაზე გამოგვივიდა გადაცემის რეჟიმი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო საუბრისთვის და დიდი მადლობა ნათია თქვენ რომ აი ესეთ საინტერესო ადამიანებს აცნობთ მოკლედ ჩვენს რავალ რიცხოვან პუბლიკას თავისი წარმატების ისტორიებით რა თქმა უნდა. გისურვებთ წარმატებებს